ქართულ საბალეტო დასს იტალიელი ფუძემდებელი ჰყავდა მარია პერინი. ვახტანგ ჭაბუკიანის, სოლიკო ვირსალაძის, ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის ცეკვის მასწავლებელი სწორედ იტალიელი მარია პერინი იყო. მარია პერინის ცხოვრების გზა საქართველოს 1891 წლიდან უკავშირდება, როდესაც ტურინის სამეფო საბალეტო სკოლა დამთავრებული საქართველოში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტად მოიწვიეს. 1916 წელს მარია პერინის თაოსნობით თბილისში საბალეტო სკოლა დაარსდა, რომელსაც შემდგომ სახელმწიფო თეატრის საბალეტო სკოლა ეწოდა. სასწავლებლის გადასახადი დიდი არ იყო, მაგრამ მარიას მითითებით ხელმოკლე ოჯახის ბავშვებს უფასოდ ასწავლიდნენ. ფილმში ვერის უბნის მელოდიები, მარია პერინი და მისი მეუღლე, არქიტექტორი ჰენრიხ რინევსკი, ალისა ფრეინდლისა და კახი კავსაძის პროტოტიპები იყვნენ. თუ გინდა გაიგო მეტი ამბავი საქართველოს შესახებ, შემოუერთდი ჩემს კურსს ყველაფერი საქართველოს შესახებ. გელოდები ფასკუნჩი, გურამ მეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლაში.